მე-20 საუკუნე ფოქსი კრის კოლუმბუსთან ერთად წარმოგვიდგენს მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილ საშობაო ფილმს, რა თქმა უნდა, ბედის ირონიის მერე, მარტო სახლში. მართალია ეს გახლავთ სიკველი და 5 ნაწილისგან შედგება, მაგრამ თქვენ ახლა თავში მხოლოდ ერთი ნაწილი მოგდით. ნაწილი, სადაც მაკოლაი კალკინი ჯერ კიდევ საყვარელი ბავშვია და ნაწილი, რომელსაც უკვე 36 წელია ყოველ ახალ წელს ვუყურებთ. 36? ღმერთო ჩემო, რამდენი დრო გავიდა. ბევრ ბავშვს ვერ ნახავთ, რომელსაც 8 წლის ასაკში სახლში მარტო სურს დარჩენა. მით უმეტეს ისეთს, რომელსაც თოვლის მწვენდავი კაცისაც კი ეშინია. მაგრამ ასეთი ოჯახის პირობებში შეიძლება ამაზე ფიქრი. მას ყველა ეჭხუება, მაგრამ ბოლოს ყველა ეფერება. თუმცა მისი ბიძა მაინც ყველაზე ცუდი როჟაა. არ ხალხის ეხა დაგაგინოს კაცმა. თუ ეს დაგამშვიდებს, მე მაგალითად სათვალე დამრჩა. არასდროს დატოვა თქვენი პატარა მშიშარა ბავშვი მარტო სახლში, რადგან ის შეიძლება სოციოპატ კილერადაც კი იქცეს. მას შეუძლია პოლიციაში დარეკვა, მაგრამ ამას მხოლოდ სიამოვნების მიღების მერე აკეთებს. ყველაზე ძალადობრივი საბავშვო ფილმი, სათამაშოები, უთო, ლურსმანი, ბანდიტების შესაჩერებლად ყველაფერი გამოდგება. და ხო, ესეც. ყველა გოგოს ღამის კოშმარი. ბანდიტების დავრთხოვის გეგმა, რომელიც თბილისის გეგმაზე კარგად არის შედგენილი. თუმცა იდეალურ გეგმასაც აქვს სუსტი წერტილი და ისიც, ვინც მთელი ფილმი ბოროტი გვეგონა. და მაინც არსებობს რამდენიმე შეკითხვა. როგორ ვერ გაარჩიეს ფილმის სხვა რეალურისგან პიცის გამყიდველმა და ბანდიტებმა? რატომ გრძნობს ცეცხლის მოკიდებას თავზე პირდაპირ ბანდიტი პირველ ნაწილში და მეორეში ვერა? როგორ ეხეთქებიან მდევრები კედელს მაშინ, როცა ისინი სახლიდან საკმაოდ ჩორს არიან? თუმცა ეს ყველაფერი მაინც მაგარი საყურებელია და ამიტომაც იშოვა ფილმმა 9 მილიარდამდე. როლებში მარუან ფელაინი და ვეინ რუნი. მამა ფილმიდან მარტო სახლში. გლენი. ყველაზე საშინელი თოვლის ბაბუა. მაიკლ ჯორდანი. და ტელეკომპანია მზის საოცარი გახმოვანება. ჩვენებურის გოგო გადხოვდა საბურთალოში, აი ესე. ფილმში ჩვენც გვინდა ასეთი, მაგრამ არ გამოგვდის. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ Facebook გვერდი და დაელოდეთ საინტერესო და სახალისო ვიდეოებს.